რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია პოლონელ ექსპერტთა ჯგუფს შეხვდა, რომლებსაც ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში ჯერსი სტეიჰენი ხელმძღვანელობდა. შეხვედრაზე მხარეებმა ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის შესახებ ისაუბრეს და შეთანხმდნენ, რომ რეფორმის მომზადების პროცესში მისი წარმატებით ჩატარებისათვის თვითმმართველობის საკითხებში გამოცდილი ექსპერტი ქართველ კოლეგებს 6 თვის განმავლობაში დაეხმარება და კონსულტაციებს გაუწევს. შეხვედრაზე ასევე გადაწყდა, რომ ერთ თვეში პოლონეთში გამოცდილების გაზიარების მიზნით თვითმმართველობის რეფორმაზე მომუშავე ქართველ ექსპერტთა 30 კაციანი ჯგუფი გაემგზავრება. შევთანხმდით რამდენიმე საკითხზე, მათ შორის ხაზს გაუსვამდი იმას, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმირების პროცესში ჩვენ პოლონური მხარე მოგვამაგრებს გამოცდილ ექსპერტს, რომელიც 6 თვეს დაყოფს საქართველოში და მოგვეხმარება პოლონური დადებითი გამოცდილების გაზიარების საკითხებში. მათი მუდმივი მხარდაჭერის შეთანხმებას მივახციეთ, რაც გულისხმობს იმას, რომ ისინი მთლიანად რეფორმირების პროცესში მხარს დაგვიჭერენ ბევრი სხვადასხვა მიმართულებით. პოლონეთმა მსგავსი რეფორმა 12 წლის წინ განახორციელა და ჩვენ ამ საქმეში გარკვეული გამოცდილება გაგვაჩნია. საქართველოში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაციისა და სამთავრობო სტრუქტურის წარმომადგენელს შევხვდი და ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი გამოცდილების გაზიარების საშუალება მომეცა. მე მსურს მივიწვიო ქართველი ექსპერტები, ვინც აღნიშნულ რეფორმაში იღებენ მონაწილეობას, რათა მათ თავად ნახონ ამ რეფორმის შედეგები პოლონეთში.